ოცნების რეჟიმმა ჯერ ვერც ეგრეთ წოდებული ტროტუარის რეპრესიული კანონის ამოქმედება შეძლო. დღეს გამართულ პროცესებზე გადაწყვეტილებების გამოცხადება გადაიდო. სხდომები 5 მოქალაქის საქმეზე, რომლებსაც ტროტუარზე დგომის მოტივით ედავებიან, იანვრის დასაწყისში გაიმართება. შესაბამისად, რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ განხილველი სანქცირებული მოსამართლეები, შეუფარდებენ თუ არა ამ ადამიანებს ადმინისტრაციულ პატიმრობას. თუმცა ტროტუარზე დგომისთვის სხვა მოქალაქეების სხდომები მომავალ დღეებშიც არის ჩანიშნული და კიდევ იბარებენ ადამიანებს, რომლებსაც ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას აბრალებენ. მარიამ ლეკიაშვილი ადევნებდა თვალს ამ პროცესებს და მოგვიყვება სხდომების გადადების მიზეზებზე. დიახსოფო თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველა ტროტუარზე დგომის გამო დაბარებული ადამიანის სასამართლო პროცესი დასრულებულია. დღეს ჩატარდა 5 მათგანის სხდომა და 5-ვე მათგანი გადაიდო ერთი და იმავე მიზეზით. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ. ამ პროცესებს უძღვებოდნენ სანქცირებული მოსამართლეები ზვიად სეკვავა და მანუჩარ ცაცუა. თავად მოქალაქეები კი რომ ისინი თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა არ თვლიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფიზიკურად ვერ ექნება ვერანაირი მტკიცებულება, რითაც მათ ბრალეულობას დაამტკიცებს, რითაც დასტურდება მათი ვარაუდი, რომ ეს დაბარებები რეალურად ემსახურება მათ დაშინებასა და რეპრესიებს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი ვიდეო მტკიცებულება, იმიტომ რომ იმ ვიდეო მტკიცებულებაში, რომელიც წარმოადგენს, ჩანს, რომ მდგომარე ტროტუარზე და არავის არ უშლი ხელს გადაადგილებაში, ხოლო მეორე ვიდეოში ჩანს, რომ უბრალოდ საპატრულო პოლიცია მოუწოდებს ხალხს, რომ გაათავისუფლონ ტროტუარი და მაგ დროს მე არ ვიყავი მისული რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად დაევალოთ, რომ მოიტანონ უწყვეტი კადრი, სადაც გამოჩნდება, რომ მაგ პერიოდში ვარ აქციაზე და ვაბრკოლებ მოქალაქეებს გადაადგილებას. არ ვიცი თუ დაუშვებთ იმას, რომ სხვა პროცესის გადაიდო იგივე საქმეზე, ჩემამდე რომელიც იყო და ყველა გადაიდო იანვარში, ასე ვთქვათ, ახალი წლის შემდგომ პერიოდში. დიდი ალბათობა არის იმისი, რომ წინა საახალწლოდ შეიძლება არ სურთ კიდევ უფრო მეტად მასშტაბური გახდეს პროტესტი და გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, ხმაური განაჩენებმა. დღევანდელი პროცესი იყო ექსპრეს პროცესი. ძალიან კომიკური და აბსურდული იყო, ისევე როგორც მრავალ სხვა ბრალდებულს, ჩემთანაც წარმოადგენს რაღაც ვიდეო, სადაც უბრალოდ გავარ და ამ კადრშიც ჩანს ჩემს გარშემო როგორ მოძრაობს ხალხი, შესაბამისად არ ვუბლოგავ ადამიანებს გზას. რაც შეეხება თვითონ ამ კანონს, ეს მრავალჯერ ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური, არასამართლიანი, რეპრესიული, აბსურდული კანონი. ფაქტია, რომ ერთი წელი ებრძვიან ამ პროტესტს, ამ ფიზიკურ პროტესტს და უკვე ყველანაირი უკიდურესობაში არიან წასული, რომ რაც შეიძლება დააშინონ და დაშალონ ეს ხალხი. მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა დღეს რაც ხდება, პირველად მოხდა იმის გამო, რომ ტროტუარზე დგომისთვის დაგვიბარე სასამართლოში. ეს უფრო დაშინება არის. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უკვე რა შეიძლება რომ მოხდეს? მყარდება დიქტატურა და შესაბამისად ცდილობენ ადამიანების დაშინებას. მე როდესაც დავათვალიერე ვიდეო ახლა სასამართლოზე, იქ არ იყო, არ ჩანდა საერთოდ არც ფეხი რაზე იდექი, რა ადგილას იდექი, უბრალოდ ჩანდა სახე და მოვთხოვე, რომ მაჩვენეთ სად ვდგავარ. კი, ნამდვილად ვაპროტესტებდი, ვიდექი, გამოვხატავდი პროტესტს, მაგრამ მე დაბრკოლება არავის გადაადგილებაში არ შემიქმნა. ხვალ დღის განმავლობაში არის ჩანიშნული 10-ზე მეტი მოქალაქის სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათაც ედავება რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე დგომას. საინტერესოა რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მოსამართლეები ხვალ, გადადებენ ისინი ამ პროცესებს თუ მოქალაქეებს გაუშვებენ ახალ წელს ადმინისტრაციულ პატიმრობაში.